არ მეჩხირებდნენ საწყი. ნათელში იყავი ელზა ბაბო, ნათელში იყავი რომ. მე უნდა ჩამდე და პატივისცემა იცოდა. უნდა იწეს. მე კაიგია. თქმათული. მაგრამ ეთყობა აღარც იყო მაგისი მე რომ ყაილობიო. ხება უყურე. რამდენი დაზე ელზაზე 60 დავდე. 60? მეტი არა გვაქვს ჩვენი ხა. მე ჯერ არაფერი არ დამიდია. შევხედოთ სხვა რამდენს დადებს და იგის მიხედვით. ელზას რო დედამჩილი გარდა ეჭრა, მე მაშინ ემიგრაციაში ვიყავი და 100 ევრო გამოგზავნე. 100 ევრო ხო იცი რამდენი იყო? ეხლანდელი 1000 ლარი. ეგრეა, ზუსტად. რაღაცა კაი გემოზე ვჭამდა. ეს ამათი გაკეთებული არ ჩანს ფრესკოდან მოტანილი ექნება დამპალი ირმას. მეც მაგას ვფიქრობ, მაგას იმსახურებდა ეს, რომ ფრესკოში ფრესკოდან გამოეყანა. იმიტომ ხელი არ უვარდა ირმას ხელი და ფრესკოში რო კარგად ამზადებენ იციან. რუსუდან ერთი ბარჯაძეებმა რამდენი დადეს ნახე. აბა მიდი ბარჯაძე 30 ლარი. მაგათმა მეხი დაეცათ მაგათ. გაუწყდეთ ბარაკა მაგათ. შენ რამდენი დადე რუსუდან? ცუდად არ გამიგო გენაცვალე, მე ჩემი გათვლები მაქვს. მე რა ვიცი, მე აგერ 30 ლარებია შეწეულ და იქნებ მე 15 ლარით შევაწიო. აწყალი ელზა ამას არ იმსახურებდა რომ აქ ვიღაცებს 30 და 20 ლარები დაედოთ. მე რამდენი საუკუნეა. აი, აწყალო ელზა. ყველაზე მეტად. აი, მაგინებდა და მლანძღავდა იმის სული აძარ. გაყვე! გაყვე! ჭამე! გამოკვდება. გადაიღე. აცია. შენც რო იტყი დაისვენაო. მაგასაც დასვენება არ ეკალდა ელზას, ღმერთო ცუდად არ გამიგოს, ქობულეთი, ბათუმიო, გაგრაო. ისე თავის ქალი იყო. ახლა მიდიოდა ჯიბრის მიდიოდა, კაცო კვრის ჯიბრზე ხანი ყარებოდა შუმად და მე რო ჩამოდიოდა იმითოს ცემდა ხოლმე. ისე ესეც ყოდა ესე. საცემი ყოფილა ელზა. ელზა. ეხლა კი გარდაიცვალა საწყალი რაზია ლაპარაკი, მაგრამ საცემი ყოფილა. 100 ლარი მაქვს დადებული და ბავშვი მშიერი არ გაუშვა. ჩემ შვილიშვილს მოვიყვან უბედურის ერთია. ჭამე ეხლა მიდი. ისპანახია. ოთო მოდი 100 ლარი მაქვს შვილო დადებული. მიდი. ოთო ჭამე შვილო 100 ლარი გვაქვს დადებული. მიდი რა მიდი ჭამე. მიდი. ჭამე შვილო. აი ჩემი შვილიშვილი ელზაზე როგორ ტირის? მე ელზა არ დამიტირია. ელზას დაწინება ვერ მოასწავი, ახლა უნდა დავწირო. კაცი თავი შეიკავე. ბაბა! აღარ გინდა მეტი. მეყო.